მოგესალმებით, კოლეგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას, უმაღლეს საბჭოს აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად რეგისტრაცია გაიარა უმაღლეს საბჭოს 13 წევრმა, ქორუმი გვაქვს და შეგვიძლია შევუდგეთ მუშაობას აღნიშნულიდან გამომდინარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის რიგგარეშე პლენარულ სხდომას გახსნილად ვაცხადებ. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი სხდომის დღის სესიაში გვაქვს ორი საკითხი. პირველი საკანონმდებლო პაკეტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ. ამავე პაკეტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და კიდევ ერთი კანონ პროექტი, რომელიც ამ პაკეტში შედის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დადგენილების პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე და მეორე საკითხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი საქართველოს კონსტიტუციის 45 მუხლის შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტების საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე. ეს დღის წესრიგის პროექტები დარიგებული გაქვთ. ორივე საკითხზე მოხსენებელია საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი მინდია დიასამიძე. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის 68 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად კენჭი არ ეკრება, ვინაიდან რიგგარეშე სხდომა სესია ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ მოთხოვნილი საკითხთა ნუსხით და იხურება მისი ამოწურვისთანავე შესაბამისად დღის წესრიგს კენჭს არ უყრით, თუმცა ვიმუშავებ ჩემს მიერ წარმოდგენილი დღის წესრიგის მიხედვით. პრინციპში შეგვიძლია, რომ ტრიბუნასთან თხოვოთ უკვე ბატონ მინდიას და დავიწყოთ საკითხების განხილვა. შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი რეგლამენტის და კანონის პროექტებს ვიხილავთ გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით და ბატონო მინდია გთხოვთ წარმოგვიდგინოთ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი რეგლამენტის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ რეგლამენტი 20 წუთი. ისმენთ. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, კოლეგებო, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ პირველ პროექტს. როგორც თქვენთვის ცნობილია, უმაღლეს საბჭოში, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტში შემოღებულია და მოქმედებს დელეგატის ინსტიტუტი, რომელიც მთავარი არსი და დანიშნულება უმაღლეს საბჭოს წევრების მოქალაქეებთან მუშაობის ორგანიზება და უფლებამოსილების ფარგლებში ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა. კანონმდებლობის თანახმად დელეგატის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია უმაღლეს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობიდან უფლებამოსილების ვადის გასვლამდე პერიოდი. თუმცა საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა დარჩენილი საკითხი თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის დელეგატია, ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება, ვინ იქნება მისი უფლებამონაცვლე, სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ვაკუუმის შევსებას ემსახურება რეგლამენტის მე-16 მუხლში განსახორციელებელი ცვლილება, რომლის თანახმად თუ ოლქის დელეგატს ვადამდე შეუწყდება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამისი ოლქის დელეგატის უფლებამონაცვლე უმაღლეს საბჭოს წევრს თავის წევრთან დაასახელებს შესაბამისი დელეგატის წარმოდგენი პოლიტიკური პარტიის მიერ უმაღლეს საბჭოს შექმნილი ფრაქცია. 44 მუხლში შესატანილი ცვლილების თანახმად კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში პლენარულ სხდომაზე გატანის საკითხს გადაწყვეტს უმაღლეს საბჭოს ბიურო. უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის მერვე თავში შესატანილი ცვლილებები გამომდინარეობს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონიდან, რომლის თანახმად გაუქმდა გენდერული თანასწორობის საბჭოების მარეგულირებელი ნორმები, როგორც პარლამენტთან, ასევე ავტონომიებთან და მუნიციპალიტეტებთან მიმართებაშიც. აქვე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ზემოაღნიშნულ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭომ უნდა შექმნას ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო და დაამტკიცოს მისი დებულება. 95 მუხლში შესატანით ცვლილებით უქმდება ნორმა, რომელიც ბიუროს სხდომაზე წარსადგენით საკანონმდებლო ინიციატივა საორგანიზაციო და საქმის წარმოების დეპარტამენტში წარდგენილი უნდა ყოფილიყო ბიუროს სხდომის წინა კვირის პარასკევს. 159 მუხლის მე-6 პუნქტში შესატანით ცვლილება გამომდინარეობს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით, რომლის თანახმად ლიკვიდირებული იქნა საჯარო სამსახურის ბიურო. ეს არის საკითხი, რაც გათვალისწინებულ რეგლამენტის პროექტით ბატონო თავმჯდომარე. კითხვები ხომ არ გვექნება მომხსენებელთან? ჩაურთოთ ქალბატონინოს. კარგი, დიდი მადლობა მოგესალმებით პირველ რიგში. ბატონო მინდა რა მინდა კითხოთ, რადგან პაკეტად არის წარმოდგენილი რამდენიმე შეკითხვა მექნება. პირველი მოდი დავიწყოთ მაშინ გენერალური თანასწორობის საბჭოს ასე ვთქვათ, დადგენილების გაუქმებასთან დაკავშირებით. მაინტერესებს უბრალოდ რა ეშმაკი დაინახეთ ახლა უამრავი პრობლემა აქვს ქვეყანაში და ეს მაინტერესებს უბრალოდ რანაირია ეს ეშმაკი, რატო ვაუქმებთ. მეორე მაინტერესებს იმისათვის რომ ხარი დაგიჭიროთ. მდგომარეობა შეფასებითი რო იყოს ჩემთვის პირობითად ნახეთ როგორ არის ამ გენერალური თანასწორობის საბჭოს ფარგლებში ჩვენ მაგალითად ვმჯელოდით ესეთ ასე ვთქვათ საკითხზე ქალთა მონაწილეობის გაზრდა პოლიტიკაში ხო იყო ეგეთი რომელიც საკმაოდ ისეთი აქტიური სადისკუსიო თემა იყო და ამ შემთხვევაში მაინტერესებს უბრალოდ რომ შევაფასოთ დაუჭირო თუ არ დაუჭირო აი გაუმჯობესება იქნება გააგრძელებთ ამაზე დაუბრუნდებით ისევ იგივე თუნდაც პირობითად დროებითი მექანიზმებთან დაკავშირებით მსჯელობას ეს მაინტერესებს და მესამე საკითხი რეგლამენტს რაც შეეხება ეხლა ამ დელეგატთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია თქვენ იცით თავშივე როდესაც ეს ცვლილებები მიდიოდა საქართველოს პარლამენტში ჩვენ ბუნებრივია რა თქმა უნდა მომხრე არ ვიყავით ამ ყველაფრის ფაქტია რომ ეს ახლა პრობლემაა თქვენთვის იმიტომ რომ რაღაცა გამოგონებლობით ხართ დაკავებული და ეხლა ცდილობთ რომ რაღაცნაირად არარსებული დელეგატების პირობებში რაღაცა ცვლილებები განახორციელოთ მაგრამ მე რა მაინტერესებს იცით რომ ეს ჯგუფი ადამიანების ვინც პარტიის სიაში იყო წარმოდგენილი ჩვენგან განსხვავებით თქვენ ყავდათ იქ მითითებული იყო რომ დელეგატი იყო ხულოსი მაგალითად იყო ქედის ამისი იმისი რაღაცა ხო ამ შემთხვევაში იქ ამ ყველაფერში მონაწილეობა პარტიას მხოლოდ არ მიუღია პრინციპში შეიძლება ითქვას რომ პირდაპირ ამ პროცესში მონაწილეობას ღებულობდა ამ მრჩეველი 10000-მდე ადამიანი 5000-მდე ადამიანი 3000-მდე ადამიანი როგორც არის მოკლედ ეს რაოდენობა ანუ ამ მრჩეველი ირჩევდა გარდა იმისა რომ პარტიას ყავდა დელეგატად წარდგენილი ამ მრჩეველი ირჩევდა პრაქტიკულად ამ ასე ვთქვათ ადამიანებს ამ შემთხვევაში მაინტერესებს რომ თქვენ ამ ვასრულებინოთ. ეს არის სამი შეკითხვა მოკლედ. პირველი, მეორე, მესამე. დიდი მადლობა. მოდი ყველა კითხვა დავსვათ. სხვა ხომ არ აქვს კითხვა? მე მექნება მაშინ ბატონო მინდა ერთი კითხვა და ერთიანად ესე იგი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, პარლამენტის მიერ განხორციელებულია ცვლილება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონში და პრინციპში აქედან გამომდინარე ვსჯელობ დღეს, ამიტომ რადგან ეს საკითხი ქალბატონინოს კითხვას ერთგვარად პასუხობს, თუმცა მე ჩემ გამოსვლაში ვიტყვი ამას. რომლის თანახმადაც უმაღლესმა საბჭომ უნდა შექმნას ქალისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო. გთავაზობთ, რომ წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის ფარგლებში პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 67 მუხლი დარედაქტირდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით ქალისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო. ეს უზრუნველყოფს იმასაც, რომ არ შეიქმნას ის ვაკუუმი, რასაც ქალბატონინო ამბობს, რომ გაგრძელდება თუ არა ქალების მიმართულებით მუშაობა, წახალისება, თანასწორობის საკითხები და ამ შემდეგ, ანუ რასაც აკეთებდა გენდერი ქალების მიმართულებით, პრაქტიკულად იმას შეითავსებს, შეიძლება ცოტა მეტიც გააკეთოს, დამოკიდებული იქნება თქვენს ჩართულებაზეც მათ შორის. ამიტომ პრინციპში გამოსვლაში რომ არ გადამივიდეს და კითხვა დავსვათ, მე გთავაზობთ, რომ დარედაქტირდეს 67 მუხლის შემდეგნარად მუხლს დაერქვას ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო. ამ მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით, რომ უმაღლესი საბჭო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათა შორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად შექმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს, შემდგომში საბჭო ეს ასე ვთქვათ ტექნიკური თვალსაზრისით.
მეორე პუნქტი საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილები განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭო. ანუ ჩვენ თუ ამას მივიღებთ დღეს ხარდაჭერა ექნება, უკვე შემდეგ სტომაზე გამოვიტანთ ამ საბჭოს დებულებას და იმ დებულებაში შეგვიძლია დავაზღვიოთ ყველა ის რისკი, მათ შორის რაც ქალბატონი ნინოს მიერ იქნა დასმული და ვფიქრობ, რომ ერთგვარად ეს საკითხიც აღარ დარჩება ღიად და შემდეგი რომ შემოთავაზებული ცვლილების თქვენს მიერ წარმოდგენილ რეგლამენტში პროექტის გათვალისწინების შემთხვევაში თუ როგორც მომხსენებელი თანახმა იქნებით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის დანაწესიდან გამომდინარე, ამით შეიქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ უმაღლესმა საბჭომ უახლოეს მომავალში შექმნას ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო და დაამტკიცოს მისი დებულება. აღნიშნულის გათვალისწინების შემთხვევაში ასევე საჭირო იქნება რეგლამენტის პროექტის პირველი მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მერვე თავის სათაურის დარედაქტირება და მისი ჩამოყალიბება შემდეგი რედაქციით. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო და ღია მმართველობის საბჭო. ვინაიდან ორი საბჭო დარჩება, ანუ პრაქტიკულად გენდერი შეიცვლება ქალისა და მამაკაცის საკითხებზე მომუშავე საბჭოთი, ღია მმართველობის საბჭოს ისედაც არ ვეხებით და რჩება შესაბამისად ეს თავი მერვე თავის სათაურის რედაქტირება მოხდება. რაც შეეხება დებულებას, ამ დებულების სამუშაო ვერსია გვაქვს პრინციპში, კომიტეტზე იქნება ამის განხილვა, მაგრამ არაოფიციალურ გარემოშიც, რაღაცა არაოფიციალურ სამუშაო ჯგუფშიც გნებავთ ვიმსჯელოთ და რაც შესაძლოა რისკის სახით არსებობდეს, გავითვალისწინოთ, მოკლედ ამისი თქვა მინდოდა და უფრო მეტად გეტყვით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საბჭო, რადგან კანონმა მოგცა ამის საშუალება, არ შემოიფარგლოს მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრებით და მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლება ჩავთოთ პირდაპირ საბჭოს სტატუსით, ასე ვფიქრობთ, რომ ბრძანებაში, რომელიც ამ საბჭოს შექმნის, პარალელურად გავაკეთოს ასე ჩანაწერი, რომ ეთხოვოს მთავრობის აპარატს და ცალკეულ სამინისტროებს წარმოადგინონ მათი კანდიდატურები ამ საბჭოში მუშაობისათვის. ეხლა ასე ფართოდ იმიტომ გავშალეთ ჩემი კითხვა, რომ თქვენთვის როგორც მოხსენებლისთვისაც ნათელი იყოს, თქვათ, ის პათოსი, რის გამოც ეს კითხვა დავსვი და რის გამოც მაინტერესებს თქვენი პოზიცია, ხარ თუ არა თანახმა, რომ შემდგომ კენჭისყრაზე რომ დავსვამ საკითხს, კენჭისყრაზე საკითხი დაისვას იმ ცვლილებით, რასაც ეხლა თუ დაეთანხმებით თუ არა და არაფერი გავა თავდაპირველი რედაქციით. მადლობა. სხვა კითხვა ხომ არ არის? კი ბატონო, მადლობა. მოდი ასე გავაკეთოთ, მაშინ მეორე საკითხიც გავიტანოთ და საბოლოო ჯამში უკვე პასუხების შემდეგ პრინციპში შეგვიძლია პრინციპში უპასუხოთ. ეთელი, მადლობა ქალბატონო შეკითხვისთვის. რაც შეეხება რატომ უქმდება გენდერული თანასწორობის საბჭო, როგორც წანეთ 2025 წელს საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების თანახმად საქართველოს კანონებთან ამოღებული იქნა ტერმინი გენდერი და მის ნაცვლად საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდა საქართველოს კონსტიტუციის აღიარებული ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპები. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, ვინაიდან აღარ არსებობდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი გაუქმდა გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო და მუნიციპალიტეტებში, როგორც საპარლამენტო საბჭო და მუნიციპალიტეტებში შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოები. სწორედ აღნიშნული საკითხებიდან ხაზის გაგრძელება ის, რომ დღეს უმაღლეს საბჭოს აუქმებს გენდერული თანასწორობის საბჭოს და ამიტომ იცვლება ჩანაწერში ქალისა და მამაკაცის თანასწორობა. ვინაიდან კანონმდებლობაში არ არსებობს ესეთი მცნება გენდერი, აღარ არსებობს კანონით და მე როგორც ერთი რიგითი ქართველი მოქალაქეც ეს ასე ვთვლი, რომ საქართველოში არის ორი სქესი, ეს არის ქალი და კაცი და ამას დავუჭერ ყოველთვის ხარს და აი ეს იქნება ნიშნულობა. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, რა თქმა უნდა, ქალბატონებს და ქალებს ძირითადად მხარდაჭერა ყოველთვის ქონდა და ექნება ჩვენი პოლიტიკური გუნდიდანაც და ყველა ჩვენთაგანის მხრიდან, ასე რომ ამაშიც ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. რაც შეეხება დელეგატებს. თქვენ იცით, რომ 6-ვე მუნიციპალიტეტში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 6-ვე მუნიციპალიტეტში ქარტია ქართულ ოცნებას ყავდა დელეგატები, წარმოადგენლები ყველა 6-ვე მუნიციპალიტეტებში, ვინაიდან ქედის მუნიციპალიტეტში და ხულოს მუნიციპალიტეტში ბატონი მამუკა თურმანიძე იყო ქედაში და ბატონი ვახტანგბერიძე იყო ხულოს მუნიციპალიტეტის დელეგატი, მათ შეუწყდათ ვადამდე ადრე უფლებამოსილება, მათ არიან მუნიციპალიტეტის მერები, კიდევ ერთხელ წარმატებები უსურვებ მათ და რა თქმა უნდა, იმ მოსახლეობისთვის იგივე ქედის წარმომადგენელი რო ყავდეს იმ ჩვენს მოქალაქეებს, რომელიც უშუალოდ
მათ ეცოდინება ვინ ყავს აჭარის უმაღლეს საბჭოში მათ დელეგატი, რომელსაც უფრო მეტი კომუნიკაცია ექნება მათთან, აი ხდება ძირითადად ამის ცვლილება, რომელსაც მე ძირითადად მხარს დაუჭერ და უჭერ მხარს, რომ მოსახლეობას უფრო გამარტივებული წესით კონდეს მათთან კომუნიკაცია. რაც შეეხება ბატონი დავითის შეკითხვას. ბატონო დავით, კი რა თქმა უნდა ვეთანხმები და იყო ცვლილება 77 მუხში დარედაქტირდეს თანახმავა და მოხდეს გეჭისყრა ცვლილებით. დაზუსტება ხომ არ გვინდა ქალბატონო? ძანეთ ჩაურთოთ. მოკლედ გეტყვით. ეხლა რა შეეხება იმ ნაწილს მე ეშმაკი, იმიტომ ვახსენე ცოტა ესეთ ხუმრობის ისე ვთქვათ ხასიათს ვიყავი, ცოტა მეგონა რომ იუმორით შეხედავდით ამ ამბავს. ჩვენ აქ ამ შემადგენლობაში ხა პრაქტიკულად ვართ ორი გენდერული მოქმედი ყოფილი. სხვადასხვა მოწვევის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი. ის რაზეც ეხა თქვენ ვილაპარაკეთ, იმაზე არასდროს არც მე და არც ქალბატონ ფატის არ ვილაპარაკია. ძირთადად სამი საკითხი იყო, რაზეც ვსაუბრობდით. პირველი ეს იყო, რაც დამხვდა, ეგრეთ წოდებული დროებითი მექანიზმი, კვოტირება, საერთაშორისო ფონდი, საარჩევნო სისტემების ამერიკული ორგანიზაციის ფილიალი, ამაზე ვჯელობდით. შემდეგ ჩვენ სტამბულის კონვენციიდან გამომდინარე გადავედით ქალთა მიმართ ძალადობაზე, ეს გახდა აქტიური და შემდეგ იმიტომ შეიქმნა უწყებათა შორისი კომისია, მათ შორის გათვალისწინებული იყო საქართველოს მთავრობის პრაქტიკა და მესამე საკითხი ეს იყო უბრალოდ გენდერული, ესე ვთქვათ, ბიუჯეტირება, რამდენადაც ვიცი, ქალბატონი ფატის, ესე ვთქვათ, ხელმძღვანელობის პირობებში საკმაოდ გააქტიურდა ეს მიმართულება და რაღაც თუ არ ვცდები გასული წლის ბიუჯეტი ამ მიმართულებით რაღაც დონეზე დავასრულებთ. ეს რაც ახლა თქვენ თქვით, რომ ჩვენ რაღაცა ორი სქესი რო არ არის, ამაზე ვიწყებდით აქ დისკუსიას, არასდროს მსგავსი დისკუსია არც ერთი მოწვევის გენდერული თანასწორობის საბჭოს არ ქონია. ამიტომ მგონია რომ რაღაცა ეშმაკებს ებრძვით მართლაც. რაც შეეხება რეგლამენტის ნაწილს, ხახლო, იქ აირჩია იმ ხალხმა ის აირჩია. აი ვიღაცა დელეგატი, რომელსაც მიცა ხმა, პირობითად პეტრე და შემდეგ დაინიშნა ელჩად მაგალითად ტრინიდად და ტობაგოში, ეხლა თქვენ ეუბნებით რომ ეს პეტრი აღარ იქნებაო, ჩვენ აქ შევიკრიბეთო როგორც ქურდებიო და გადავწყვეტოთ იქნება პავლეო და ეს არ არის. გეუბნებით რომ ეს არის ამომრჩევლის ნების უგულვებელყოფა და არ შეიძლება ამ ცვლილებას ჯობია რომ საერთოდ დატოვოთ ღია, იყო დელეგატი და აღარ არის დელეგატი, მაგრამ არის 13 ქართული ოცნების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, რომელიც ისევე ვალდებულია მიაქციოს პირობითად ქედის რაიონის მოსახლეობას ყურადღება, როგორც პირობითად დელეგატი ამას აკეთებდა. ეს არის და მეტი არაფერი, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრინციპის დონეზე არის წარმოუდგენელი ახლა და თავიდან ბოლომდე არის ერთგვარად უგულვებელყოფა რეალურად ამომრჩევლის ნების. დიდი მადლობა. ქართული ოცნება, თქვენ იცით რომ მაჟორიტარული სისტემა არის გაუქმებული, პარტიული სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობით გაიმარჯვა ქართული ოცნების დეპუტატებმა, მათ შორის დელეგატები იყვნენ წარმოდგენილები და კიდევ ერთხელ ვინაიდან დელეგატები წარმოადგენლები ამ მომენტში არ ეყოლება იმ მოსახლეობას, მოხდება იმ ჩანაცვლება იმ დელეგატების, რომელსაც მოსახლეობის საკეთილდღეოდ და მოსახლეობას რომ კონდეს მეტი კომუნიკაცია თავის დეპუტატთან და თავის უმაღლეს საბჭოსთან. ასე რომ ეს არის მათი არჩევანი, ჩვენი მოსახლეობის და რა თქმა უნდა ჩვენს მოსახლეობას ვინაიდან დღეს მათი წარმოდგენილი დელეგატები არ ეყოლება, ეყოლება ჩანაცვლდება იგივე გუნდიდან, იგივე ქართული ოცნებიდან, მათთვის კარგად ნაცნობი ადამიანები, რომლებსაც თანაც ექნებათ კიდევ ერთხელ მივორდები კომუნიკაცია ქალბატონო ნინო. რაც შეეხება გენდერთან დაკავშირებით, მე მოკლედ გიპასუხეთ და მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება, რა თქმა უნდა, ქალბატონებს სხვა ფორმაში, როგორც ბატონმა დავითმა ესაუბრა და იმ ცვლილებებით, რომელსაც შევალთ ახლა 77 მუხლში. დავასრულოთ დისკუსია თუ გვაქვს? რამე ხომ არ არის ქალბატონო და საზუსტებელი კიდე? კარგით, ბატონო შეგვიძლია უკვე რეგლამენტით უფრო სწორად საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ მეორე კანონის პროექტზე ვისაუბროთ, ეს არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე გისმენთ. იგივე რეგლამენტი საკანონმდებლო პაკეტში შემავალი მეორე კანონის პროექტის თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-18 მუხში ჩანაწერი გენდერული თანასწორობა იცვლება ჩანაწერით ქალისა და მამაკაცის თანასწორობა. აი ეგ არის. კი ბატონო, კითხვები ხომ არ გვექნება? არ გვაქვს კითხვები. შეგვიძლია პაკეტში გათვალისწინებულ მესამე საკითხზე გადავიდეთ.
გთხოვთ წარმოადგინოთ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი დადგენილების პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ უმაღლეს საბჭოს დადგენილების ძალდაკარგულად გამოცხადების თაობაზე. რეგლამენტი 20 წუთი აქაც. ბატონო რაკაც მოკლედ შემოვიფარგლებით ბატონო თავმჯდომარე საკანონმდებლო პაკეტში შემავალი დადგენილების პროექტი გამომდინარეობს იმ განრემოებებიდან რომ უქმდება გენდერული თანასწორობის საბჭო შესაბამისად ძალადაკარგულად ცხადდება გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება. კითხვები არ არის. შეგვიძლია პრინციპში ბატონო მინდია დავგზავნდეთ. გთხოვთ. კომიტეტის წარმომადგენლები ხომ არ გამოვლენ? არ არის გამოსვლის სურვილი. უმაღლეს საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ხომ არ სურთ გამოსვლა? ქალბატონო თქვენ შეგიძლიათ? ტრიბუნიდან შეგიძლიათ? მოგიხდებათ, მოგზავნით. მოკლედ ჩვენ ბუნებრივია რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ამ პაკეტს მივცემთ წინააღმდეგს ხმას პირველი იმიტომ რომ რეალურად მაგალითად ვერ დავინახე პასუხი ჩვენ მერე რა იქნება ეს სხვა საკითხია მერე რა იქნება ამაზე მერე ვიმსჯელებთ ბუნებრივია რა თქმა უნდა მაგრამ ის საკითხები რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა დროს დგებოდა გენდერული თანასწორობის საბჭოს ესე რომ ვთქვათ მიზნებში იყო ჩამოყალიბებული ეს არ ჩანს მაგალითად იგივე დროებით მექანიზმთან დაკავშირებით და ძალიან სამწუხაროა შესაბამისად ვაფასებთ ამ გარკვეულ ცვლილებებს უარყოფითად რა თქმა უნდა მხარსაც დაუჭერთ და რეგლამენტის ნაწილს რაც შეეხება საერთოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია რომ ჩვენ ეხა აქ რაღაცა ვიღაცები შეიკრიბონ, თუნდაც ფრაქცია უნდა შეიკრიბოს და გადაწყვიტოს ვინ იქნება დელეგატი, როდესაც იქ გამორჩეველმა იცოდა ადამიანი რომ მიდიოდა ეუბნებოდა მე ვიქნები თქვენი დელეგატი, ამიტომ ესეც გონია პრინციპის დონეზე საკმაოდ აბსოლუტურად წარმოუდგენელი რაღაცა და დარღვევა. ეგ არის უბრალოდ ჩვენი პოზიცია, ამიტომ ამ პაკეტს ბუნებრივია რა თქმა უნდა მივცემთ ხმას წინააღმდეგს. დიდი მადლობა. მადლობა. ფრაქციის სახელით ხომ არ გამოვა ვინმე? არ არის ფრაქციის სახელით გამოსვლის სურვილი პროსურად გთხოვთ მომაწოდოთ აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად რეგისტრაცია გაიარა უმაღლეს საბჭოს 13-მა წევრმა შესაბამისად უფლებამოსილი ვართ რომ საკითხები დავსვათ კენჭისყრაზე და ყურადღება კენჭისყრა ანუ ცალ-ცალკე გვექნება ყველა საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა ასე იგი პირველი პაკეტში შემავალი პირველი კანონპროექტი გამარტივებული წესით ერთი მოსმენით კენჭი ეყრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი? 11 ხმა 2 წინააღმდეგ რეგლამენტი მიღებულია. რეგლამენტში გათვალისწინებული მეორე საკითხი, პაკეტში გათვალისწინებული მეორე საკითხი გამარტივებული წესით ერთი მოსმენით კენჭი ეყრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი? აქაც 11 ხმით კანონი მიღებულია. და მესამე საკითხი კენჭი ეყრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დადგენილების პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დადგენილების ძალდაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი? 11 ხმით ამ შემთხვევაშიც უმაღლეს საბჭოს დადგენილების პროექტი მიღებულია. პრინციპში ეს არის საკანონმდებლო პაკეტი და რომელიც დასრულდა და დღეს ეს იგი გათვალისწინებული მეორე საკითხთან დაკავშირებით კვლავ უნდა შევაწუხოთ ბატონი მინდია გთხოვთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ დადგენილების პროექტის თანახმად საქართველოს კონსტიტუციის 55 მუხლის შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს უნდა წარადგინოს საქართველოს კანონების პროექტები
საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელზეც პარლამენტში მომხსენებლები იქნებიან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. კანონპროექტების პარლამენტში წარდგენის აუცილებლობა განაპირობებულია 2025 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებით, რომლის თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იქნა რეორგანიზებული განათლებისა და სპორტის სამინისტროდ და კულტურის სამინისტროდ. ყვავილებს ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო სამსახურის შესახებ და საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს დასახელებას ნაცვლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მითითება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 239 მუხლის 10.1-ის პრიმა ნაწილით თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 92 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირები. გამომდინარე იქედან, რომ დღეს მდგომარეობით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 239 მუხლის 10.1-ის პრიმა ნაწილით გათვალისწინებული აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაქვემდებარების კომპონენტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად მიეთითება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო. ეგ არის ბატონო თავმჯდომარე. მადლობა ბატონო მინდია. კითხვები ხომ არ გვექნება მომხსენებელთან? არ არის ხო? შეგიძლიათ დაბრძანდეთ ბატონო მინდია. კომიტეტის წარმომადგენლებს ხომ არ სურთ გამოსვლა? უმაღლეს საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ბრძანეთ, ჩაურთოთ ქალბატონ ნინოს. კარგი, ძალიან მოკლედ გეტყვით, მოკლედ. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ბუნებრივი საწინააღმდეგო ერთი შეხედვით თითქოს არაფერი არ არის. არა, მოკლედ ეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აღარ არის მოკლედ განათლების სამინისტროს და არ ექვემდებარა კულტურის სამინისტროს და გასაგებია ბუნებრივია, მაგრამ აქ იცით რა არის? უბრალოდ დამოკიდებულება არის ძალიან უცნაური და ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე იყო მიღებული კულტურის სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებით. არანაირი მსჯელობა არ ყოფილა, რაღაცა ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე ფაქტია მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ხვალ შეიძლება სარქუა დაგვრჩეს. იცით ძალიან ბევრი ევროპული ენა, ყოველ შემთხვევაში ასე დეკლარირებს და ამიტომ შეიძლება გაჩნდეს აუცილებლობა თბილისში უბრალოდ ადგილი ვერ უნახონ და აქ უცხოენების შემსწავლელი სამინისტრო გავხსნათ. და აბსოლუტურად მიუღებელია, შეუძლებელია. ესე მთავრობის სტრუქტურა ბუნებრივია, მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმას, რომ აჭარის მთავრობის სტრუქტურა აუცილებლობა საჭიროებს უკვე, იმიტომ რომ ხანგრძლივი პერიოდია, რაც ეს შემადგენლობა და ეს რაოდენობა არის სამინისტროების, რაღაც ცვლილებები არის განსახორციელებელი, რასაკვირველია, მაგრამ ის რომ ერთი კონკრეტული ადამიანის გამო რაღაც სამინისტროები და უწყობები შექმნათ აქ, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, მიუღებელი, გაუგონარი რაღაცა და ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ამას ხარსად დაუჭერთ. ძალიან დაგვიანებულია ჩვენ სამწუხაროდ იმ პერიოდებში. აქ არ ვიყავით, რა თქმა უნდა, ამ ცვლილებებს მაშინაც არ დაუჭერდით ხარს, ამიტომ ჩათვალეთ, რომ ეს არის გაგრძელება იმ გადაწყვეტილების. ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ გადაწყვეტილების წინააღმდეგი ვართ, რომ შეიქმნა კულტურის სამინისტრო ერთი კონკრეტული ადამიანის რაღაცა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. დიდი მადლობა. მადლობა. ბატონო არჩილ თქვენ ხომ არ გექნებათ? ბატონო ფრაქციების წარმომადგენლებს ხომ არ გექნებათ სურვილი? ფრაქციის წარმომადგენლებს არ სურს, მე ვისარგებლებ. ბრძანეთ, ბატონ დავის ჩაურთოთ.
რაკი ძალიან გადატვირთული იყო განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომ კულტურის სამინისტრო გამოყოფოდა და ცალკე ერთეულად ჩამოყალიბებდა. ამითი მაშინ ვიღაცებს ეწყინა. ეს აუცილებლობა მოიტანა, რომ ყოფილიყო კულტურის სამინისტრო. ვებერთელა მონსტრი იყო, განათლება, კულტურა, სპორტი და ყველაფერი აკიდებული იყო. არავითარ შემთხვევაში ელისოს გამო არ შექმნილა ეს. ელისო მერე დანიშნეს მინისტრად, რომ სამინისტრო შეიქმნა აუცილებლობის გამო. ეს უზარმაზარი სფერო არის კულტურა, ჩვენ ახლა არ ვაწარმოებთ მანქანებს, დანადგარებს, ჩარხებს, რაღაცებს, ჩვენთან აჭარა წარმოჩენილია ძირითადად განათლებითა და კულტურით. და ამიტომ კულტურის სამინისტრო შექმნა იყო აუცილებლობით გამოწვეული და შეიქმნა ამიტომაც და დაინიშნა ელისო დიდი პიროვნება, დიდი პიანისტი, დიდი რაღაცა და ბევრი რამ გაკეთდა და ბევრი კიდევ გაკეთდება ამ სფეროში ელისოს ხელმძღვანელობით. ელისო არ იქნება, სხვა ელისო იქნება და პავლე იქნება და სამინისტრო რომ გაუქმდა თავის დროზე, როცა გაუქმდა კულტურის სამინისტრო, აი მაშინ იყო დაშვებული ძალიან დიდი შეცდომა. ეხლა ეს შეცდომა გამოსწორებული იქნა და ნუ დავაბრალებთ, რომ ელისოს გამო შეიქმნა სამინისტრო. სამინისტრო შეიქმნა აუცილებლობის გამო. საჭირო იყო და შეიქმნა და ხელმძღვანელობს ელისო. მადლობა ღმერთს, რომ კარგად ხელმძღვანელობს ამ სამინისტროს. მადლობა. ფრაქციაში ვინმე სხვა არ გაუჩნდა კიდე სურვილიო, შევაჯამო უნდა და დავასრულოთ მერე კენჭისყრა გვექნება. არა. მაშინ მე ფრაქციის სახელით ვიტყვი რამოდენიმე სიტყვას და ვიტყვი იმის გამოც, რომ აქ კითხვები იყო მომხსენებელთან დასმული და იმის გათვალისწინებით, რომ მე ვარ ერთ-ერთი ავტორიც და ინიციატორიც წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მეორე მომხსენებელთან, მეორე ინიციატორთან ერთად ეს კითხვები რაღაც ფორმით ფიქრობ, რომ ჩემსკენაც არის მომართული, ამიტომ რამოდენიმე იმ კითხვაზე ქალბატონო ნინო რაც აქ გაჩნდა და რაც თქვენ გაგიჩნდათ, პრინციპში კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს და მოკლედ ვიტყვი მაყურებლისათვის, ასე ვთქვათ, ახმადი რომ იყოს ასე ჩვენი პოლემიკა, თქვენი კითხვები და ჩვენი პასუხები. პირველი ეხება გენდერული თანასწორობის საბჭოს გაუქმებას. ამ ცვლილებების განხორციელება გამოიწვია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა. ამაზე ალბათ მე მგონი ამაზე არ ვკამათობთ. შესაბამისად, ვინაიდან კანონმდებლობა მოგთხოვა, რომ ამ ტიპის საბჭო უნდა კონდეს, გენდერული თანასწორობის საბჭოს, ასე ვთქვათ, მოდიფიცირება ხდება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საბჭოს. ასე რომ ეს საბჭო და ეს ფუნქციები, რაც მას ჰქონდა უმეტეს ნაწილში, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ ქალების უფლებებზე ყურადღებას ხომ არ მოვადუნებთ, ეს საბჭო თითქმის იგივე შემადგენლობით, რაც არის, უფრო მეტიც გაფართოებული შემადგენლობით, ამასთან ემატება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, იმუშავებს იმ საკითხებზე, რაზეც მუშაობდა ბატონი ცოტნე იყო, ქალბატონი ფატი იყო, ქალბატონი მარიკა იყო. მე გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენ იყავით ადრე, ეს შემადგენლობა თქვენი შემთხვევაში თქვენი სურვილი თუ იქნება, აუცილებლად მოხდებით ამ საბჭოში და შეგიძლიათ გააგრძელოთ ყველა იმ საკითხზე მუშაობა, რაზეც აქამდე მუშაობდით, ასე რომ არც ერთ შემთხვევაში ქალებს ყურადღება არ მოაკლდებათ საკანონმდებლო თვალსაზრისით და ადმინისტრაციული თვალსაზრისით ამის თქმა მინდოდა. მეორე, რაც შეეხება კვოტირებას, კვოტირების საკითხი ვიცით, რომ გემოვნების საკითხია, პოლიტიკური საკითხია, ამაზე შეგვიძლია ძალიან ბევრი ვიმსჯელოთ, მაგრამ ვერ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, ამ დღეს გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი აბსოლუტურად სხვა. თუმცა ერთი რამეც უნდა ვთქვა, რომ იყო კვოტირება და ამ კვოტირებამ პრაქტიკულად არაფერი არ მოგვიტანა ახალი. დაახლოებით რაოდენობის ქალბატონი ძის დღეს სტომათა დარბაზში კვოტირების შემთხვევაშიც იგივე იყო წარმოდგენილი. სიტყვაზე თუ მენდობით დამიჯერეთ თუ არა და შეგვიძლია გადავამოწმოთ. ბევრი არაფერი არ შეცვლილა. ანუ ამ კანონმა ეხლა რაღაცა ძალიან დიდი შეღავათი მისცა ქალბატონებს, თლად ასე ვერ ვიტყვი. ამას ასე ვთქვათ, პრაქტიკიდან გამომდინარე გეუბნებით. შემდეგი საკითხი, რომელიც აქ დაისვა, ეს იყო დელეგატების საკითხი. აბსოლუტურად მესმის ის თქვენ რასაც ამბობთ, რა ლოგიკითაც ამბობთ, თუმცა აქ არის ერთი მაგრამ და ეს ერთი მაგრამ არის შემდეგი, რომ მართალია ჩვენ დასახელებული გქონდა დელეგატები და თავის დროზე, როდესაც კანონში განსაზღვრეთ დელეგატის ინსტიტუტი, თავის დროზე
იქნა არასწორად ეს აღქმული ჩვენი ოპონენტების მხრიდან, თქვენ ალბათ ნაკლებად გეხებათ, მაგრამ სხვანაირად იყო ასე ვთქვათ დაყენებული საკითხი, რომ აი თითქოს და ჩვენ მაჟორიტარი ჩავანაცვლეთ სამართლებრივად. სამართლებრივად მაჟორიტარი არ ჩანაცვლა. ჩვენ შევცვალეთ, ასე ვთქვათ, წინასწარვე განსაზღვრეთ საკონტაქტო პირი, ვინ შეიძლება იყოს ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში, ასე ვთქვათ, ხიდი გარდა მუნიციპალიტეტისა, რომელსაც ასევე ეს ფუნქცია აქვს ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, თორემ დელეგატები ხალხმა ინდივიდუალურად კი არა აირჩია პოლიტიკური პარტია, ანუ მამუკა თურმანიძეს ვის გამოც დადგება ახლა და ვახტანგ ბერიძეს კი არ მისცა საკითხი ქედაში და ესა ხმა ქედაში და ხულოში, არამედ მისცა ქართულ ოცნებას. რა თქმა უნდა, მათი ფაქტორიც შესაძლებელია იყო განსაზღვრელი, მე არც ასე ვთქვათ არ ვაკნინებ ამით არც მათ ავტორიტეტს, არც მათ შრომას, მაგრამ ამავდროულად სიაში წარმოდგენილი დეპუტატების, ასე ვთქვათ, და პოლიტიკური ძალის თვითონ რომელ პოლიტიკურ ძალას აძლევდა ხმა, იყო განსაზღვრელი ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში საკითხის დაყენებისა. აქედან გამომდინარე და გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ დელეგატების თემაც რომ არ ყოფილიყო, აი მაჟორიტარებიც რომ ასეობდნენ, თქვენ გახსოვთ იმ პერიოდის რეგლამენტზე, მე და თქვენ ცვლილებებზე, ძველ რეგლამენტის ახალზეც ერთად ვიმუშავია, თვითონ რეგლამენტიც კი ითვალისწინებდა, რომ გარდა მაჟორიტარებისა, ვინც სიაში იყო წარმოდგენილი, ის წევრიც უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია მიმაგრებული ყოფილიყო კონკრეტულ სამაჟორიტარო ოლქებზე, ანუ პროპორციული სიით არჩეული პირებიც, მეც, თქვენც, მე ვთქვათ, მიმაგრებული ყოფილიყავ ხულოზე პირობითად ვამბობ, თქვენ ბათუმზე. ამის შესაძლებლობას კანონი იძლეოდა, ანუ ეს არ არის ფრად ნოუ-ჰაუ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში, ეს ჩანაწერი, ასეთი გამოცდილება იყო და ეხლა დღეს იმის გათვალისწინებთ, რომ არსებობდა წარმომადგენლები მუნიციპალიტეტებიდან, ჩვენ არათანაბარ მდგომარეობაში რომ არ ჩავაყენოთ ადგილობრივი მოსახლეობა, ამ შემთხვევაში ქედაში და ხულოში, ამან განაპირობა ეს ასე ვთქვათ, ამ ცვლილების განხორციელება. თუ კი ვთქვათ პრობლემაა, რანას ასე კი არა, სხვანაირად ვთქვათ, რატომ ფრაქცია დააყენოს საკითხი, დააყენოს ინდივიდუალურმა დეპუტატმა, დამოუკიდებელმა წევრმა კომიტეტი, ასე ვთქვათ, დარგობრივი ნიშნით, ამ შემდეგ ამას შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ ის რომ რატომ განსაზღვრავთ, მე მგონია რომ განსაზღვრა არის სწორი, რომ ვაკუუმი არ შევქმნათ, უფრო მეტიც შეიძლება იმაზე ვიმუშაოთ, რომ ვინც ვართ დანარჩენით გადავნაწილდეთ. ვთქვათ, უმრავლესობაში 11 წევრია წარმოდგენილი და დაახლოებით გამოვა მუნიციპალიტეტზე თითქმის 2 წარმომადგენელი, ხო? შესაძლებელია ესეც გავაკეთოთ და ყველა ვიყოთ რაღაცა კონკრეტულ მუნიციპალიტეტზე მიმული. ეს არაფერს არ ცდის. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მოსახლეობამ ასე არ მინდა გაიგოს, რომ ვახტანგ ბერიძე აირჩია მოსახლეობამ მას მიცეს ხმა კენჭი უყარეს და ეხლა უმაღლესი საბჭო უცვლის დელეგატს, ანუ ქართულ ოცნებას მიცა ვახტანგ ბერიძის შემთხვევაშიც ხმა, სოტნიანაძის შემთხვევაშიც, მინდია დიასამიძის შემთხვევაშიც და ქართული ოცნების წარმომადგენლით ნაცვლდება ისევ. ამისი თქვა მინდოდა და რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, ესეც პრინციპში კანონპროექტთან დაკავშირებით არ ჰქონდათ ასე ვთქვათ შენიშვნა, უფრო პოლიტიკური მიდგომაზე იყო საუბარი, ხომ? რა დროის კულტურის სამინისტრო იყო, გადასახედია მეც გეთანხმებით აბსოლუტურად, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა რაღაც ცვლილებებს საჭიროებდა, შეიძლება ეხლაც საჭიროებს, გამომდინარე იქიდან 2004 წლის მერე ერთი და იგივე ასე ვთქვათ ფორმით მოდიოდა ერთი და იგივე სტრუქტურით. ამას ჰქონდა თავისი მიზეზიც. ამის მიზეზი ის იყო, რომ თქვენ იცით სამინისტროების დასახელება ეწერა აჭარის კონსტიტუციაში, აჭარის კონსტიტუცია იცვლება ასე ვთქვათ პარლამენტის დასტურით და სამინისტროს შექმნის გამო ასე ვთქვათ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს მოერიდებოდნენ სავარაუდოდ და როცა შევცვალეთ თქვენ გახსოვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია იქ როდესაც მე და თქვენ ერთად გვეკითხებოდა რა გააკეთეთ ახლა ამ ცვლილებითო ერთ-ერთი ცვლილება რითაც თავს ვიწონებდით, სწორედ ეს იყო და სწორად ვიწონებდით, რომ აქ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ თუ ავტონომიური რეგიონია, თუ თვითმმართველობა ქვია რომელიღაც დონის, მათ შორის თუ პოლიტიკური ავტონომიის ნიშნებიც აქვს, ჩვენ აქ უნდა გადაწყდეს რამდენი სამინისტრო იქნება და რა სამინისტრო დაერქმევა ამას, ანუ სახელის ხსენება კონსტიტუციაში იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისითაც არ იყოს სწორი და შესაბამისად მე კმაყოფილი ვარ ჩემი თავით, რომ თავის დროზე საკონსტიტუციო ცვლილების დროს მქონდა ეს პოზიცია და ეს სივრცე გავხსენით, ანუ ჩამოვწერეთ სფეროები, რა სფეროში შეიძლება შექმნას აჭარამ სამინისტრო და როგორ დაალაგებს ამას, ეს უკვე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გადასაწყვეტი.
ეხლა თავის დროზე კიდევ ერთხელ გამომეორდები, კულტურის სამინისტროს შექმნა სწორი იყო თუ არ იყო, მე მინდა გითხრათ, რომ თქვენმა პოლიტიკურმა ძალამ დააგვიანა, ამაზე უნდა გვეშელა მარჩი, რომ შემობრძანებულიყო თქვენ არ იყავით მაშინ ის ვინც იყო პირველი მეორე ნომერი, მაშინ დაეყენებინათ საკითხის შესაძლებლობა გაგვეთვალისწინებინა. არ ვიცი, მადლობა ყურადღებისათვის, ეს იყო მოკლედ უნდა მეპასუხა აუცილებლად, როგორც მომხსენებელს და არა ამ შემთხვევაში როგორც ამოსვლები პრინციპში ამით დასრულდა მომხსენებელი ხომ არის სარგებლებს დასკვნითი სიტყვით უფლებაა ეს თქვენ და არა ვალდებულება ბატონო მინდია არ აქვს დასკვნითი სიტყვა აღნიშნული საკითხის განხილვა დასრულებული აქვს თქო თუმაწოდოთ რეგისტრაციის მონაცემები 13 წევრი არის დარეგისტრირებული შესაბამისად ქორუმი არის და შეგვიძლია რომ დავსვათ კენჭისყრაზე საკითხი ამ შემთხვევაში ერთი კენჭისყრა გვექნება გამომდინარე იქიდან რომ დადგენილების პროექტს ეკრება კენჭი და არა იმ ცალკეულ კანონებს რაშიც შედის ცვლილება ყურადღება კენჭი ეკრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს საქართველოს კონსტიტუციის 45 მუხლის შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონების პროექტების საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე გთხოვთ ხელისაწევით დაადასტუროთ ვინ არის მომხრე წინააღმდეგი 11 მომხრე წინააღმდეგი 2 დადგენილება მიღებულია აღნიშნულით რიგარეშე სტომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია 2025 წლის 11 დეკემბრის რიგარეშე პლენარულ სტომას დასრულებულად ვაცხადებ მადლობა ყურადღებისათვის და მობრძანებისათვის